მოკლედ Euro-USD-ის ტრეიდის განხილვა იქნება დღეს და ნახავთ რატომ ავიღეთ ტრეიდი და როგორ, საიდან და მიზეზები რა იყო ამის. პირველ რიგში გქონდა ეს 1 საათიანი მთავარი supply რაც უნდა შეევსო. აი აქ სტრუქტურაცა შეცვალა და ქვემოთ წამოვიდა. აი აქაც ხო შეიძლებოდა გახსნა, მაგრამ აქ ვერ გაარღვია, ხო ზევით წავიდა, აქ თითქოს აღმავალი ტრენდი გქონდა. მაგრამ აი აქ ავიღეთ აი ეს supply. აქ მოვნიშნოთ. ავიღეთ აი ეს მთავარი supply, რაც იყო ასაღები, ხო? მერე რა ხდება? მერე ველოდებოდით 1 საათიანზე რაიმე ისეთ დადასტურებას. ხო, ანუ მაგალითად აი ეს ძლიერი სანთლით წამოვედით ქვემოთ, ხო? გქონდა ამის liquidity, წამოვედით და რა გვინდოდა რომ დაგვენახა. როგორც კი დავინახეთ აი ეს 15 წუთიანის აი აქ სტრუქტურის შეცვლა, მაშინვე დავიწყეთ ძებნა იმისა რომ აგვიღო ტრეიდი, ხო? რა ხდება ახლა? წამოვედით, ზევით ავედით და ველოდებოდით წესით რომ ანაქამდე ავიდოდით, ანაქამდე და მერე წამოვიდოდით, მაგრამ ავიდა აქ ავიდა supply, აქ ამ supply-მდე ვერ ავიდა და ეგრევე წამოვიდა აი ეს 5 წუთიანი და ხურა და როგორც კი შემდეგ 5 წუთიანი დაიწყო ისევ მსგავსად რომ დავლა წამოსვლა, ვიფიქრე რომ უკვე ზევით აღარ ავიდოდა არანაირ შემთხვევაში და დაახლოებით აქედან ავიღეთ ტრეიდი, სტოპი იყო აქ ამ ჰაიზე, აი ამის მაღლა. Take profit-ი წესით აქამდე იყო. მაგრამ როცა აი აქ ჩამოვიდა 20 წუთიანის მიხედვით ნახოთ. როცა აქ ჩამოვიდა სტრუქტურა შეცვალა. აი აქედან stop break even-ზე ჩამოვიტანით, აი აქ ეყინა stop break even-ზე. და ესე რომ წამოვახოლმე ძირითადად აქ ბოლომდე პირდაპირ არ ჩამოდის. ხანდახან არ ჩამოდის, მაგრამ უმეტესად შვება რას რო ადის break even-ზე ასტობებს და მერე მოდის ხოლმე ქვევით. ამიტომ აქ როგორც კი მოვიდა დაახლოებით აი აქ აქამდე აღარ დაველოდი, აქვე ავიღე ტრეიდი. თან risk to reward-იც 2-ზე მეტი იყო. და აქ თუ დაველოდებოდი ბოლომდე აქამდე ჩამოსვლას აი აქ გაგვასტოპებდა. თან გამოვიდოდა დიდი ტრეიდი. თან ძალიან გვაწვალებდა და თან მაინც break even-ზე გაგვასტოპებდა და მერე წავიდოდა. მოკლედ ცოტათი ადრე აღება ჯობდა ნებისმიერ შემთხვევაში. დავიღეთ კიდეც. ასევე British Pound-ზე იყო, სადაც სწორედ ამ მიზეზით break even-ზე გავსტოპა. აი აქამდე აქ მეყენა სტოპი, მაგრამ ცოტა ადრე აი აქ როგორც ვიქავიღე, ცოტა ადრე აქ რომ მომიხსნა ტრეიდი. აქ აღარ გავსტოპავდა, აქ break even-ზე ქონა უკვე ჩამოტანილი სტოპი. და take profit-ი აქ ეყინა. risk to reward-ი 2-თან იყო დაახლოებით, ცოტა შეიძლება მეტიც. და როგორც კი ჩამოვიდა,
break-even ჩამოვიტანეთ, აქ ცოტა იწვალა, მერე წამოვიდა და აი აქ შეიძლება მოხსნა, არ მოხსენით, მაგრამ break-even-ზე მერე გასტოპა. მაგრამ როგორც გასტოპა, მალევე წამოვიდა ქვევით და ეს აიღო. შემდეგ გქონდა აქ ჰაის გასვიპაც, აქედან შეიძლებოდა აზია ჰაი როცა გასვიპა, აქედან შეიძლებოდა წამოსვლა, მაგრამ მალე მოხდა აქ უკვე აქ დაახლოებით მე მგონი ნიუსი იყო, არ მახსოვს. და აქედან შეიძლებოდა სადღაც გახსნა. გონზე შეეხება გონზე ვერაფერი ისეთი ტრეიდი არ დავიჭირე, აღმავალი ტრენდი გქონდა ბაიასი, მაგრამ მარკეტი რო გაიხსნა პირდაპირ წავიდა ზევით და ჰაი ეგრევე აიღო, მაგრამ აქ ისე სწრაფად წავიდა, რომ 1 წუთიანზე და 5 წუთიანზეც ვერ ვიპოვა ისეთი, რომ აქ შევსულიყავი, მაგრამ მე აქაც კიდე გააგრძელა, მაგრამ აქ უკვე ისეთი სიტუაცია იყო, რომ ვეღარ შევიდოდი. ეხლა სავარაუდოდ აქ არის მოსული, სავარაუდოდ ამ აზია ლოუს აიღებს. შეიძლება აქან ჩამოვიდეს და ხვალ ისევ აღმავალი იქნება დიდი ალბათობით. ხო, ამ ტრეიდისთვის სულ ეს იყო.